მოგესალმებით, რადიო ჩემი ხმა კვლავ ეთერშია, გადაცემით ჰორიზონტს მიღმა გიბრუნდებით და მისი წამყვანია ესმა გუმბერიძე ვარ. 3 დეკემბრიდან 10 დეკემბრამდე ტრადიციულად აღინიშნება ადამიანის უფლებების კვირა, ყოველწლიურად, ამიტომ ამ კვირასთან დაკავშირებით გადავწყვეტეთ გადაცემაში მოგვიწვია ახალგაზრდა უფლებადამცველი, სხვადასხვა მიმართულებით, ქალების, იქნება თუ ზოგადად ადამიანების, რომელიც ასევე არის ახალგაზრდა ევროპელი ელჩიც, სხვადასხვა დამოუკიდებელ პროექტებს ახორციელებს და საინიციატივო ჯგუფების ფარგლებში ქალების და გოგონების განძლიერებაზე, ასევე მუშაობს დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტში და მოკლედ ქეთი მურღულია, მინდა წარგიდგინოთ. ქეთი ძალიან დიდი მადლობა მოსვლისთვის დღეს გადაცემაში. მოდი შენ თვითონ წარადგინე ასევე შენი თავი მოკლედ, რას საქმიანობ, სად მოღვაწეობ და კიდევ თუ სადმე მოღვაწეობ ისიც. პირველ რიგში მადლობა, რომ მნიშვნელოვან თემაზე მომიწვიეს სალაპარაკოთ დღეს. პრინციპში სწორად აღნიშნე, ჩემი ეგრეთ წოდებული რეგალიები ამ ეტაპზე აქტიურად და სრული გრაფიკით ჩართული ვარ დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტში, ვახორციელებ მედია კვლევებს და ვიკვლევ ულტრამემეჯმენელ დაჯგუფებებს საქართველოში, მათ დისკურსს და რიტორიკას. გარდა ამისა, მაქვს ახალგაზრდებთან ფართო წვდომა, იქიდან გამომდინარე, რომ ვარ ახალგაზრდა ევროპელი ელჩი და ამ ინიციატივის ფარგლებში სხვადასხვა რეგიონალურ შეხვედრებში ვიღებ ხოლმე მონაწილეობას. რაც შეეხება ჩემს ქალთა აქტივიზმს, ქალთა უფლებების კუთხით აქტივიზმს, ეს არის სისტემა, რომელზეც შევიდე პრინციპში დაუსრულებლად ვილაპარაკო, მაგრამ ამ შემთხვევაში აღნიშნავ ჩემს ახალ პროექტს პირველ რიგში ეს არის მუსლიმი ქალების ხმა აჭარიდან, რომლის ფარგლებშიც ვიკვლევთ ზეპირ ისტორიებს, ქალების, ვაგროვებთ სხვადასხვა საინტერესო გამოცდილებებს, რომლის საბოლოო პროდუქტიც იქნება პუბლიკაცია, გაზიარდება სამოქალაქო სექტორისთვისაც, საჯაროდ პირადად მოგაწვდი შენს, ვინაიდან შენი აზრით საკმაოდ მნიშვნელოვანია ჩვენთვის და ამ პროექტში გაჟღერებული იქნება ყველა ის ძირითადი პრობლემა და სტერეოტიპი, რომლის წინაშეც დგანან ჩვენი ქალები, ჩვენი მუსლიმი ქალები საქართველოში და გარდა ამისა, პრინციპში შევმუშავებთ იმ ძირითად გზავნილებსაც, თუ რა და როგორ უნდა განახორციელოს სახელმწიფომ, რომ ამ ქალებმა თავი არ იგრძნონ დაჩაგრულად. ხო, ძალიან საინტერესო პროექტია და ამ პირად ისტორიებს ან სახელის და გვარით გამოაქვეყნებთ, ან რამდენად გაქვთ ეს ანონიმურობის საკითხები, რამდენად უნდათ ქალებს, რომ საჯაროდ ისაუბრონ ამ პრობლემებზე? პირველი ეტაპი, რაც იყო ჩემი პროექტის, ზუსტად ბენეფიციარების არჩევასთან იყო დაკავშირებული და დაუკავშირდი ქართულ მუსლიმთა კავშირს ბათუმში. ჰურია აბაშიძე ამათი წარმომადგენელი ჩემ პროექტში და ჰურიენ და მე პრინციპში ჩემს გუნდთან ერთად შევარჩიეთ ბენეფიციარები, რომლებიც არ უშინდებიან საკუთარი სახელმწიფოს დამალოს პირიქით თამამად და ხმამაღლა ჟღერებენ საკუთარ პრობლემებს, რასაც მივესალმები, იმიტომ რომ ვთვლი, რომ მსგავსი ტიპის ქალები ყველაზე კარგი მაგალითები არიან მათ გვერდით მყოფი ქალებისთვის, რომ არ დაიჩაგრონ და მათი ხმა მიაწვდინონ ყველას. ეს ქალების საქართველოდანის ერთგვარი ანალოგი იქნება? პრინციპში იდეით შეიძლება გავდეს, თუმცა არის შემუშავებული ახლებური მეთოდოლოგია კვლევის და ითვალისწინებს სტერეოტიპებზე ხაზგასმას. და გარდა ამისა, ასაკობრივი ჯგუფიც ჩვენ შემთხვევაში არის საკმაოდ გაზრდილი და კვლევაში იხილავთ როგორც ახალგაზრდა გოგოებს, ასევე სხვა თაობის შენი დედების თაობის წარმომადგენლებს. და აი დღეს რაც ინტერვიუები უკვე ჩაატარეთ, რა პრობლემები გამოიკვეთა? პრობლემები გამოიკვეთა პირველი თავსაფართან დაკავშირებით, მაგალითად როგორ უქმნის თავსაფარი ჩვენ მუსლიმ გოგოებს დასაქმების კუთხით პრობლემებს. რამოდენიმე მათგანმა პირდაპირ გააჟღერა, რომ მაგალითად ზუსტად თავსაფარზე მიუთითეს, რომ მსგავსი ატრიბუტით ისინი კონკრეტულ კომპანიებში დასაქმებას ვერ შეძლებდნენ პირდაპირ გზავნილებით და ვთვლი, რომ ეს ძალიან დიდი პრობლემაა. მეორე პრობლემა რაც არის განათლებაზე ხელმისაწვდომობა. ჩემი რამდენიმე ბენეფიციარი ცხოვრობს სოფლად, აჭარის, მაღალმთიანი რეგიონების წარმოადგენენ და მათთვის არც ინფრასტრუქტურაა შესაბამისი, არც გარემო იმდენად ხელშემწყობი, რომ უმაღლესი განათლების მიღება შეძლო. ხშირ შემთხვევაში პრობლემაა ნაადრევი ქორწინებაც და არათუ უმაღლეს სასწავლებლებში სკოლის დამთავრებასაც ვერ ახერხებენ ხოლმე. კი, ანუ გინდა თქვა, მაგალითად მშობლებმა შეიძლება გოგონა უფრო
არ გაუშვან, მაგრამ ბათუმში რომ დამოუკიდებლად ისწავლოს, ხო? კი ბატონო. ხოთაშორის ეს მარტო ამ თემში კი არა, აგერ ქუთაისში ვიყავი ცოტა ხნის წინ და ერთ-ერთი სკოლის დირექტორის ნათესავზე ვიკითხეთ, რომ საოპერო მოვლენობით იყო გოგონა დაინტერესებული და მშობლებმა თბილისში ვერ გაუშვეს სასწავლებად და ამიტომ აქ ბიზნესზე ჩავაბარებინათ, ეს პასუხი იყო. ასე რომ ეს მე მგონი საყოველთაო პრობლემა, რა თქმა უნდა მეტნაკლებობით, თუმცა ეს სტერეოტიპიც ვინდა დაამსხვრიეთ, რომ რახან ანუ მარტო მუსლიმი ქალების მხრივ არსებობს პრობლემები. ამ შემთხვევაში არსებობს ხოლმე ტერმინი ორმაგი სტერეოტიპი და როდესაც მსგავს ჩაკეტილ საზოგადოებაზე ვსაუბრობთ, როგორც მუსლიმი თემია საქართველოში, ხო? ეს გოგოები ერთის მხრივ განიცდიან კი ბატონო იმზეწოლას და სტერეოტიპებს, რაც ზოგადად ქალებზე არსებობს და ამას ემატება და ართულებს პლუს მათი რელიგიიდან გამომდინარე არსებული სტერეოტიპი. როცა აი ეს ორი თანხმედრაში ამ შემთხვევაში ვიყენებთ ორმაგ სტერეოტიპებს და ორმაგ დაფქორებებთან გვაქვს ხოლმე საქმე, რაც უფრო ართულებს. კი, ეს არის შენი პირველი პროექტი აჭარაში, მანამდე იყო პროექტი იცოდე შენი სხეული, რომელიც მე როგორც შენი ინტონაციიდან მესმის შენ ალბათ ყველაზე მეტად ან ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი პროექტია შენი. ამაზეც რო უფრო მეტი თქვა, რა პროექტი იყო და ასევე აი კავშირების დამყარებაზეც, ხო, იმისთვის რომ აი ამ თემებს მიწუდე, თქვი რომ ძალიან ჩაკეტილი თემია და აი ამ ბარიერს როგორ არღვევთ. ხო, სწორად აღნიშნა. მე მგონი ჩემი ინტონაციამ გამცა. ძალიან მიყვარს ეს პროექტი, ეს იყო ჩემი პირველი პროექტი აჭარაში, Know Your Body, იცოდე შენი სხეული და ითვალისწინებდა სექსუალურ და რეპროდუქციულ უფლებებზე, სხვადასხვა ტიპის საინფორმაციო კამპანიას, ტრეინინგებს, გადამზადებას გოგოების, უფლებადამცველებად ჩამოყალიბებას მათაც. მიხარია რომ რამდენიმე მათგანი დღეს თავად არის პროექტების ავტორი თავისივე რეგიონში. Ფლუ ეს დიდი მიღწევა ჩემი და ჩემი გუნდის, რომლებიც ამ პროექტს ახორციელებდნენ. რაც შეეხება ბარიერებს, როგორ უნდა გადავლახოთ და მივიდეთ ჩაკეტილ საზოგადოებამდე. მე გამიმართლა იქიდან გამომდინარე, რომ ერთ-ერთ პროექტში გავიცანი ქართულ მუსლიმთა კავშირის წარმომადგენელი ხურია აბაშიძე და კიდევ რამოდენიმე მუსლიმი გოგონა, ქონდა მათთან პირდაპირი კომუნიკაცია და სწორედ მათთან კომუნიკაციის შედეგად გამიჩნდა იდეა, რომ გამიკეთებინა პროექტები მათი თემისთვის. შესაბამისად, როდესაც შუამავალი რგოლი ჩემ შემთხვევაში ხო არსებობდა სათემო ცენტრის სახით ქართველი მუსლიმები, ქართულ მუსლიმთა კავშირი, მთელი რიგი პროცესები ჩემთვის შედარებით მარტივი იყო. კი, ძალიან მნიშვნელოვანია ესეთი კავშირების არსებობა ახალგაზრდებისთვის თუ გვინდა რომ რაღაცები შევცვალოთ და აქტიურები ვიყოთ რაღაც ჩვენი კომფორტის ზონიდან და ჩვენთვის ჩვეული გარემოდან გამოვიდეთ და სხვადასხვა ორგანიზაციებს და ადამიანებს ვიცნობთ მართლაც. შენ ასევე სხვა ბევრ პროექტსაც ახორციელებ და ერთ-ერთი იყო მინის მიღმა კომიქსი, ძალიან კრეატიული იყო, სხვა შეს რო გავეცანე და მაინტერესებს უფრო მეტი რომ მოყვე ამაზე. ზუსტად რა გააკეთეთ და რა გამოხმაურება პოვა ამ პროექტმა? ეს იყო პროექტი, რომელიც პრინციპში საერთაშორისო პროექტი იყო, პირველ რიგში ამას ვიტყვი და განხორციელდა საქართველოსა და ბელარუსის მხარეებს შორის. ჩვენი ფინანსური მხარდამჭერი ამ შემთხვევაში იყო Human Rights House თბილისი და ზოგადად ადამიანის უფლებათა სახლი არის ის ორგანიზაცია, რომლის ქოლგის ქვეშ საკმაოდ ბევრი პროექტის განხორციელების შესაძლებლობა მომეცა. თვითონ ეს პროექტი იყო ინოვაციური ხედვა, მე ესე ვთვლი, სადაც ახლებურად კომიქსის სახით წარმოვადგინეთ ის დისკრიმინაციული ფაქტები და кейსები, რაც არსებობს ქალების წინაშე დასაქმების სექტორში. გაიჟღერა ისეთმა მთელმა რიგმა სტერეოტიპებმა გასაუბრების ეტაპზე, ხო, ინტერვიუს პროცესში, რომლის მსხვერპლით შეიძლება ვიყოთ თითოეული ჩვენგანი, შენც, მეც და ნებისმიერი ქალი, ხო, საქართველოში და არა მხოლოდ საქართველოში. აღმოჩნდა, რომ კითხვა გათხოვილი ხარ, რამდენი შვილი გყავს, ეს ხელს არ შეგიშლის, კვალი რა სიტყვის გვიანალოდე თუ მოგიწევს სამსახურში ყოფნა. მსგავსი ტიპის დისკრიმინაციული კითხვები ისმევა არა მარტო საქართველოში, არამედ ისმევა ბელარუსშიც და სწორედ ამას გაუსვეს ხაზი ჩვენმა პარტნიორებმა მინსკში. ამიტომ ვთვლი, რომ ყველაფერი ეს შეფუთო და წარმოაჩინო კომიქსის სტილში, იწვევს ერთის მხრივ ნაკლებ აგრესიასაც, გაცილებით უფრო აღქმადი და დასამახსოვრებელია ეს кейსები და პრინციპში ჩვენი
გრაფიკული დიზაინერი და ავტორი ამ კომიქსისა სოფია სტავროკინა თვითონ არის აქტიური ქალი უფლებადამცველი და ამიტომ მან ახლებური ხედვა ძალიან კარგად დაიჭირა იმისთვის რომ ძირითადი გზავნილები მარტივი ყოფილიყო. ხო, აი ეს პროცესი როგორი იყოს უნდა მეკითხა რომ თვითონ ქალები ხატავდნენ ამ კომიქსს თუ შენ ახსენე რომ ერთი ავტორი ყავდა, ხო? აი ეს პროცესი მეტად რომ აი უსინათლოსთვის რომ გიწევდეს ამ სიტუაციის აღწერას, როგორ აღწერდი? ხო, რაც შეეხება უსინათლოსთვის როგორ აღწერდით, საწუხაროდ არ გქონდა ჩვენ რესურსები იმდენი, რომ პრინციპში რაღაცა ახლებურად არა მარტო ჩვენთვის ყველასთვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო ეს კომიქსი, თუმცა ქალების ჩართულობა და კომიქსში მონაწილეობა გამოიხატა იმაში, რომ ჩვენ ჩავატარეთ ვორქშოპები და საინფორმაციო შეხვედრები მინსკშიც და თბილისშიც, სადაც ავარჩიეთ მონაწილეები და პრინციპში ეს ინფორმაცია შენთვისაც ხელმისაწვდომი იყო, გაგიზიარეთ შენს და გამიხარდებოდა, რომ თქვენი თემიდანაც ყოფილიყო წარმოდგენილები, იმიტომ რომ სრულიად ხელმისაწვდომი იყო ყველასთვის. არჩეულმა ქალებმა განიხილეს პრობლემები, გამოკვეთეს სტერეოტიპები, რომლის დაარქივებაც მოხდა, გამოიკვეთა ერთგვარი ძირითადი ჯგუფების სტერეოტიპებისა და პრობლემებისა და საქმეების სფეროში და ეს მასალები მიეწოდა უკვე ჩვენს გრაფიკულ დიზაინერს, რომელმაც ვიზუალიზაცია მოახდინა იმ ინფორმაციისა, რომელიც ამოვიღეთ ჩვენი ტრენინგებიდან. ხო, აი ახლა უკვე ვნანობ, რომ მართლაც არ ვიცი რა უნდა მექნა, რა უნდა გადამედო, მაგრამ რაღაც არ ვიცი რაღაცა უნდა მექნა, როგორღაც მოვსულიყავი, თუმცა კი ძალიან საინტერესო არის სწორედ ეს კრეატიული მხარე ამ ყველაფრის, იმიტომ რომ მოსახლეობამდე უფრო ფართოდ და უფრო მარტივად მივა. და სად როგორ გავრცელდა ეს ინფორმაცია, რაღაც თქვა მონაწილეთა წრის მიღმა? ხო, პრინციპში მადლობა მკითხვისთვის. კიდევ ერთი შანსი მაქვს რომ გავაჟღერო, იმიტომ რომ ჩვენ ამ ერთ სერიაზე კომიქსების გაჩერებას არ ვაპირებთ, მე და ჩემი გუნდი და ვაპირებთ რომ გავაგრძელოთ კომიქსების გამოცემა, სხვადასხვა თემატიკებს დავფარავთ. პირველი რაც იყო მედია მენეჯერის მიერ შეიქმნა ჩვენი პროექტის Facebook გვერდი, ერთხელ მინის მიღმა, შეგვიძლიათ გვეწვიოთ და ათვალიეროდ გაიცნოთ სიახლეებს. ამ გვერდზე ადვირთული ჩვენი კომიქსიც, გარდა ამისა გავავრცელეთ ინფორმაციას სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებში, გამოვიყენეთ აქტიურად სოციალური ქსელები, პირადი კონტაქტები და მე მგონი საკმაოდ დიდი დაინტერესება მოყვა ამ პროექტს, თუ გავითვალისწინებთ რაოდენობა შემოსული აპლიკაციებისა და ეს ბაზა დღემდე არ დამიხურავს და ვიმედოვნებ, რომ ისინი ვინც ვერ მოხვდნენ ჩვენს პროექტში ამ ეტაპზე, სამომავლო პროექტებში აქტიურად შეერთებიან. კი, აი ახსენე, მაინც ძალიან საინტერესო ხო, ანუ რამდენად აი ერთი პროექტიდან მეორეში, რამდენად ასე ვთქვათ, მონაწილეები ერთვებიან წინა პროექტის მონაწილეების სხვაში. აი მაგალითად, ამ იცოდე შენი სხეულის შესახებ პროექტი და რამდენად გეყოლებათ ახლა რესპონდენტები უკვე ამ პროექტში. კი, ექვსი გოგონა, მაგალითად, ჩემი ძველი პროექტიდან ოიორბადიდან არის ჩართული ახალ პროექტში და ძალიან მიხარია ეგ ამბავი, იმიტომ რომ ვთვლი, რომ ტრენინგები მარტო ტრენინგებისთვის არ უნდა ტარდებოდეს და რეალურად რამდენად გრძელვადიან პერსპექტივაში განიხილავენ მთელ პრობლემებს შენი ბენეფიციარები ერთი პროექტიდან მეორე პროექტამდე საუკეთესო ინდიკატორია იმის, რომ შეაფასო შენი პროექტის არა მარტო მდგრადობა და ის თუ რამდენად კარგად განახორციელე პროექტი, არამედ დაინახო გრძელვადიან პერსპექტივაში შენი შედეგები. თითოეული ქალი, თითოეული გოგონა ჩემ პროექტში პირადად ჩემთვის არის წარმატების кейსი. იმიტომ რომ მათგან ძალიან ბევრს ვსწავლობ მე თვითონ და ძალიან კარგი შეგონება ჩემთვისაც. კი, აი ძალიან საინტერესო კითხვა არის, იმიტომ რომ ეს ქალთა უფლებები არაერთგვაროვნად აღიქმება საზოგადოებაში, ყველამ ვიცით ეს და ძალიან შეერთ თვითონ ის ქალები ვერ ხვდებიან თუ რატომ არიან და რაში გამოიხატება ის ჩაგვრა და ის დისკრიმინაცია, რომელსაც ისინი აწყდებიან, ხო, რატომ არის და რაში გამოიხატება მათ შანსების სიმცირე. როგორ ფიქრობ, როგორ მithumetes შენ აქტიურად მუშაობ მედია კამპანიებში, როგორ შეიძლება ეს უფრო აქტიურად მივიტანოთ ეს იმ ქალებამდე, ან აქ ვერ ასეთყოდით თუნდაც იმ ქალებს? ხო, მე არ მგონია გამოვდგენ რაცა ზოგადად ველიდები ხოლმე პირდაპირ განცხადებებს რა როგორ უნდა აკეთონ და როგორ შეიძლება რომ აკეთონ ქალებმა, მე როგორც რიგითი გოგო საქართველოდან ვცდილობ რომ გავაკეთო ჩემი მაქსიმუმი მათთვის და ჩავრთო და გავაქტიურო ქალები ჩემ პროექტებში.
რაც შეეხება იმას თუ რატომ ვერ იაზრებენ ქალები ხალხს შემთხვევაში საკუთარ პრობლემებს ან რატომ ვერ აიდენტიფიცირებენ საკუთარ პრობლემებს ამ შემთხვევაში მთელი რიგი ბარიერებია ხო იგივე მივახსენე არა მარტო მუსლიმ თემში ხო ეს შეიძლება იყოს კულტურული სტერეოტიპები ეს შეიძლება იყოს ეკონომიკური ბარიერები შეიძლება იყოს ის რომ განათლებასთან წვდომა სამწუხაროდ ქალებს ნაკლებად გვაქვს საქართველოში ბევრი პრობლემებია სხვა რის გამოც ესეთიც ვერ გავუშვერ და ვერ ვიტყვი რომ აი ქალები ვერ ხვდებიან თავიანთ პრობლემებს შეიძლება ძალიან კარგად ხვდებიან უბრალოდ არ აქვთ მხარდამჭერთა ქსელი ვისაც მიმართავენ მთელი რიგი სახელმწიფო სერვისები და თავშესაფრები არსებობს ხო რომლის შესახებაც განსაკუთრებით სოფლებში და რეგიონებში ქალებმა არ იციან არაფერი და თავის სრულიად დაუცველი გონიათ ოჯახშიც საზოგადოებაშიც სოციუმშიც მათ გარშემო ვთვლი რომ ახლებური გზები უნდა მოვნახოთ აქტივისტებმა კომიქსზე ამდენი ტომი საუბრე რომ ეს ერთ-ერთი მარტივი და ნათელი გზაა იმის რომ ხელოვნებით კრეატივით უფრო მარტივად მივიტანოთ ქალებმა ერთმანეთთან ძირითადი გზავნილები და ერთად ვიბრძოლოთ ჩვენი უფლებებისთვის რაც უფრო მეტად ჩავთავთ კრეატიულ გზებს აქტივიზმში და დავივიწყებთ აზროვნებულ კლასიკურ გზებს აქტივიზმისა მე მგონი ნდობას ქალები გადაცელები უფრო მოიპოვებთ არა მარტო ერთმანეთში არამედ ქალთა ზოგადად ქალთათებში კი ეს ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა თქვი და ამით მინდა რომ გადავიდეთ უკვე შენს მედია კურებებზე და მედია კამპანიებზე რაშიც ხარ ჩართული ამაზეც რო გითხრა ორიოდე სიტყვა და ზოგადად რა გამოწვევების წინაშე დგას საქართველო აი ამ მედია და საინფორმაციო ომის პირობებში ნუ ვიცით რომ ხო მაგალითად რუსეთი ფინანსურად გაცილებით უფრო შეძლებული ქვეყანაა და მეტ რესურსს შეიძლება ხარჯავდეს საინფორმაციო ომში, ვიდრე ჩვენ შეგვეძლოს და როგორ შეგვიძლია რომ ეს დავაბალანსოთ და რა დავახვედროთ. პრინციპში დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტიდან ჩემი პროექტის ერთ-ერთი მიზანით შემკულებით ანგარიშებში ყოველთვის არის ის რომ გამოვკვეთო პრორუსული გზავნილები სოციალურ და ონლაინ მედიაში და ვიკულიო ეს რუსული რბილი ძალა და ჰიბრიდული საინფორმაციო ომები ჩვენ ქვეყანასთან რა ხდება და როგორ ხდება ვთვლი რომ პირველ ეტაპზე უნდა მოხდეს ზუსტად იდენტიფიცირება იმ მედია საშუალებებისა რომლებიც ძირითადი გამტარები არიან პრორუსული გზავნილებისა ჩვენ ქვეყანაში როდესაც გვეცოდინება პოზიცია რამდენად რეალისტური იმიტომ რომ შეიძლება ერთ გვერდს დაარქვა მაგრამ ყოველ დღე შეიძლება ათობით გვერდი გააჩნდეს მით უმეტეს ხა Facebook-ი ასაგებია ტელეარხს და რადიო არხს კიდე ნახავ და გაიგებ მაგრამ არანაირი რეგულაცია არ გვაქვს როგორ ვებრძოლოთ მიმდინარე პრობლემას საქართველოში როგორ და რა მიმართულებით ხდება ხო იგივე სხვა მედია საშუალებებში ტირაჟირება მთელი რიგი პრორუსული გზავნილებისა ამ კუთხითაც რაღაცა ერთგვარი სტრატეგია ბრძოლის შემუშავებული არ გვაქვს მაგრამ მიხარია რომ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები მათ შორის ჩემი დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტიც ვცდილობთ რომ რაღაცა ერთად ერთი პლატფორმა შევქმნათ და ვიმუშაოთ ამ პრობლემებზე და თუნდაც ის რომ ვცდილობთ რომ იდენტიფიცირება მოვახდინოთ სხვადასხვა მედია საშუალებების და პრორუსული გზავნილების უკვე წინ გადადგმული ბიჭი ჩვენს რეალობაში კი ეს ნაწილი რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი არის და მართლა წარმატებები მინდა გისურვოთ ამ საქმეში უბრალოდ საინტერესო ხორცს ვსაუბრობთ უფლებებზე ხო ბალანსი რაც გამოხატვის თავისუფლება გვაქვს ერთ მხარეს მეორე მხარეს გვაქვს ხო სახელმწიფო უსაფრთხოება და ალბათ უფლება სიმართლეზეც იმიტომ რომ ეს როგორც წესი მარტო იდეურად ანგაჟირებული გზავნილები კი არის, უბრალოდ ზოგჯერ მცდარ ინფორმაციას, ანუ ფაქტობრივად მცდარ ინფორმაციასაც აღწევენ. კი, მაგალითად არსებობს ესეთი ალტინფოს გუნდი, რომელიც თავიდან ბოლომდე ძირითადად ყოველ შემთხვევაში დეზინფორმაციების გავრცელებითაა დაკავებული და ხშირად ეს დეზინფორმაციები საბჭოური და პოდსაბჭოთა სივრცის რომანტიზირებასაც კი ემსახურება, როდესაც ცილს არ უნდა იყოს. საშიშია, იმიტომ რომ პირდაპირ უტყავს ჩვენ საგარეო ინტერესებს და საგარეო კურსსაც, ხო? პრორუსული ნარატივები ერთის მხრივ არ ვრცელდება მხოლოდ იმისთვის, რომ დავინახოთ, რომ აი რუსეთი კარგია.
საფრთხეა ზუსტად მან, რომ ვრცელდება ანტილიბერალური, ანტიდასავლური გზავნილების პარალელურად. ანუ მოტივი იმისა, რომ პრორუსული ნარატივები დაინერგოს ქვეყანაში, ზუსტად ეხმიანება იმას, რომ ქვეყანა შეცვალოს თავისი ინტერესები საგარეო მიმართულებით. ხო, ხდებიან, რომ შეიძლება ის რომ რუსეთი კარგია, ესე მარტივად არ დავიჯეროთ, მაგრამ ის რომ ევროპაც ცუდია და ყველაფერი ცუდია, ძალიან მარტივი ამის დაჯერება. რაც შეეხება სიტყვის თავისუფლებას, სიტყვის თავისუფლების პრინციპში განმარტებაც კი, ხო, 21 საუკუნეში მთელ რიგ პრობლემებთან ხო, სადმა შეიზღუდოს, რა ტირაჟით უნდა გავრცელდეს, მაგრამ მე მგონი მინიმუმ იმაზე მაინც უნდა შევთანხმდეთ ქვეყანაში, რომ თუნდაც ულტრამემარჯვენე ძალების და მათი მედია საშუალებების PR-ი ტოპ 3-ში და ტოპ 5 ნიუსში არ მოხდეს, ხო? როგორ უნდა ტირაჟივდეს მსგავსი ტიპის საშუალებები, ამაზეც რაღაცა გარკვეული რეგულაციები თუ არა, ხედვა უნდა შევიმუშაოთ მინიმუმ სამოქალაქო სექტორმა, მედია საშუალებებმა და შემდგომ უკვე შეიძლება დიალოგი სახელმწიფო სტრუქტურებთანაც რა და როგორ შეიძლება დაიგეგმოს უკეთესად. მე უფრო მეცაც გეტყვით, რამდენიმე წლის წინ ვიცი ფაქტი, როდესაც ის მედია საშუალება ერთ-ერთი კლასიკური უკვე, რომელიც ითვლება პრორუსულად, მათ შორის ძალიან ბევრის მიერ, აი ამ საშუალებამ სახელმწიფო კონტრაქტიც მოიპოვა მათ შორის. კეთი, ძალიან დიდი მადლობა დღეს იმდენი თემა დავხარეთ. ძალიან ძნელი არის, რომ ეს ყველაფერი შევაჯამოთ და პრინციპში რაღაცა ერთიანი მესიჯი ვთქვათ, ხო? აი ადამიანის უფლებების დღე ახლოვდება. და ამ დღესთან დაკავშირებით ბევრი თემა მოვიცავით, მაგრამ აი რა იქნება ერთი ის თქვა ბოლო, რაც გინდა რომ თქვა, როგორც გინდა რომ ეს დღე მიულოცო კაცობრიობას. კაცობრიობას ამ დღეს ვულოცავ ჩემი აქტივობით კვირას, როგორც ახალგაზრდა ელჩი და ხვდები საკმაოდ მრავალფეროვან სპექტრს. ჩემს ახალგაზრდა ელჩ კოლეგებთან ერთად ახალ სოფელში, სადაც წარმოდგენილები იქნებიან ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები და სწორედ მათთვის ვატარებ პატარა სემინარს მრავალფეროვნებაზე და ტოლერანტობაზე. ვთვლი, რომ ეს საუკეთესო მესიჯი იქნება ჩემი მხრიდან ბრტყელი მოლოცვების და სიტყვების მაგივრად, იმიტომ რომ რაც უფრო აქტიურად ვიქნებით ჩართული და აქტიურად განვახორციელებთ სხვადასხვა მიმართულებით აქტივობებს, ნაკლებად ვილაპარაკებთ იმაზე, რა როგორ უნდა იყოს და მეტს გავაკეთებთ, როგორ უნდა იყოს იმასთან დაკავშირებით, ვთვლი, რომ უკეთესი იქნება და შედეგებსაც უფრო მალე დავინახავთ. ძალიან დიდი მადლობა ასეთი პრაქტიკული შეჯამებისთვის. ჩვენ კი ორი კვირით დაგემშვიდობებით დროებით.